ახლა განვიხილავთ მეექვსე სიუჟეტს ქალური არქეტიპის საზღაპრებში, რომელსაც ქვია გონება-მახვილი საცოლე. წინა სიუჟეტში ქალის მიერ ღირსეულის არჩევა ხდებოდა მისი პასიურობის წყალობით. არქეტიპულ სიუჟეტში გონება-მახვილი საცოლე ყველაფერი განსხვავებულადაა. გმირი ავლენს ძალიან დიდი გამომგონებლურობას, გონება-მახვილურობას, აქტიურობას, უწყობს პოტენციურ საქმროებს გამოცდებს, პრინცესას ხელისმაძიებელნი უნდა ადემონსტრირებდნენ ყველაზე უფრო მრავალფეროვან და ხანდახან მოულოდნელ უნარებს და შესაძლებლობებს, მაგალითად მათ უნდა შეძლონ პრინცესას გაცინება, ან და ის რომ წავიდნენ იქ, სადაც არავინ არ იცის, სად უნდა წავიდნენ, მოიტანონ ის, რაც ასევე არ იციან რა უნდა მოიტანონ და შეიცნონ მაგალითად საყვარელი არსება, რომელიც მტრედად არის გადაქცეული და როგორ გინდა მიხვდე ხა რომ ეს მტრედი არის შენ საყვარელი არსება ან ნებისმიერი სხვა ცხოველი. ხშირად აი ამ გამოცდების მოწყობაში და ამ განსაცდელების გამოგონებაში პრინცესას ეხმარება მისი მამა, რომელიც ასევე ესეც ძალიან რთულ პირობებში აგდებს ხელისმაძიებლებს თავისი ქალიშვილისა და თუ ვინმე ვერ გაართმევს თავს, მაშინ თავის მოკვეთით იმუქრება. ერთი შეხედვით ამ სიუჟეტში დაშიფრულია მამაკაცური ინიციაციის რიტუალი და ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ახლა ჩვენთვის უფრო საინტერესოა გმირის, ანუ ქალის პოზიცია. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც არის დაფარული ამ ქალურ არქეტიპულ სიუჟეტში. გმირი, ანუ ქალი ამოწმებს, სინჯავს პოტენციურ საქმროებს გარკვეულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში რამდენად მოდიან. მას ესმის, რომ ეს დავალებები საკმაოდ რთულია, ის არ იცავს საქმროებს ამ სირთულეებისაგან, მას აინტერესებს თუ როგორ მოიქცევიან ისინი და როგორ გაართმევენ თავს ამ სირთულეებს. ყოველი მამაკაცი ამ პერიოდში, როდესაც ცდილობს, რომ თავის შეყვარებულს უჩვენოს თავისთავი კარგი მხრიდან, როგორც მოგეხსენებათ, ავლენენ რაღაც დადებით მახასიათებლებს საკუთარი თავის, ქალი შეყვარებული კი მიდრეკილია, რომ ხშირად თვალი დახუჭოს იმ რაღაც თვისებებზე, რომელიც მაინც არ მოწონს მამაკაცში, ან თქვათ გარკვეულ ცხოვრებისეულ პოზიციებზე, რომელიც მათ გააჩნიათ და ამას გარდა ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ მას სიყვარულს შეუძლია მამაკაცის გამოსწორება. მაგრამ ისიც ხდება, რომ ქალს ეშინია მისი დაკარგვისა და ამიტომ არ რისკავს, რომ ის გამოსცადოს. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ბევრი ქალი ივიწყებს ამ ძველი სიუჟეტის გონივრული საცოლის მოქმედების შესახებ, მაგრამ ის მუშაობს იმის მიუხედავად, ვიცით ჩვენ ამის შესახებ თუ არა. ამგვარად ქალი თხოვდება რა, თანდათან იწყებს თავისი მეუღლისადმი მოთხოვნილებების მომატებას. ფაქტიურად ის ამოწმებს მის საიმედოობას ამით, ასევე სოციალურ თუ ფიზიკურ ძალას მისას, ის ითხოვს ქმრისაგან მუდმივ ყურადღებას და კარგ უზრუნველყოფას მატერიალური თვალსაზრისით. ის აპროვოცირებს ნელ-ნელა და თანდათანობით მამაკაცის აგრესიას და სადამდე შეუძლია მივიდეს მას აი ამ გაბრაზებამდე. ესეც საინტერესოა და ნუ ამის გამოვლენის დროს, რა თქმა უნდა, ის ძალიან განაწყენებულია ტირის და ნუ აკვირდება იმას თუ როგორ რეაგირებს ქმარი მის ცრემლებზე. ქალი გაუცნობიერებლად იქცევა ამ გონიერი და მოხერხებული საცოლის სიუჟეტის მიხედვით. დააგროვებს რა საკმარის ინფორმაციას ქმარზე
შეამოწმებს მის რეაქციებს სხვადასხვა სიტუაციებში, ქალი რჩება ან იმედგაცრუებული, ან განმტკიცდება თავისი არჩევანის ისტორიაში. გამოდის, რომ ბევრი ქალი გაუცნობიერებლად გათხოვების შემდეგ გაითამაშებს ხოლმე აი ამ ძველ სიუჟეტს გონება მახვილი საცოლისას. უხეშად არ ყვევს ბუნებრივ თანმიმდევრობას მოვლენებისა და ამას რასთანაც მივყავართ, კარგად არის ცნობილი. ბევრი კაცი ამას უბრალოდ ვერ უძლებს. ამ მომენტისათვის ოჯახში ჩნდებიან ბავშვები და ქალის ტანჯვები ნაწილობრივ აი ბავშვებზეც აისახება და გადადის. ახლა რაში მდგომარეობს ამ ზღაპრის გაკვეთილი? პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ქალს ბუნებისმიერ აქვს მინიჭებული ის, რომ უნდა არჩიოს საუკეთესო და უნივერსალური საქმრო, უღირსეულესი. და კაცი თავის ასე ვთქვათ, ასევე კაცისთვისაც მნიშვნელოვანია უჩვენოს ქალს თუ რა შეუძლია და გამოავლინოს თავის შესაძლებლობები დასაწყის ეტაპზე. სადაც თავისი ცნობიერების სიღრმეში კაცი ცხოვრობს იმედი იმისა, რომ მისი ქალი შორსჭრეტელია. ის ხედავს კაცის ძლიერ და სუსტ მხარებს და შეუძლია მიიღოს მისი თავისებურებები. და თუ კი ის თანახმაა ქორწილზე, ეს ამას ნიშნავს. ესე იგი, ქალმა მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. კაცს უჭირს შეცვლა, როგორც წესი, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია უჩვენოს ქალს, რაც შეუძლია, მანამდე ვიდრე ქალი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მას გავყვეს ცოლად. თუ კი ქალი საწყის ეტაპზე ურთიერთობისა მამაკაცს არ ამოწმებს და თვალებში შესციცინებს, ესე იგი ფიქრობს, რომ კაცი რომ ეს არის ქალის მეთოდი ინფორმაციის მოპოვებისა, ამიტომ ოჯახური კამათების დროს ხშირად საკმაოდ მკაცრად პასუხობს მამაკაცი ქალს, რომ სად გქონდა თვალები, როცა მომყვებოდი, რა არ იცოდი, როგორი ადამიანი ვიყავი. ახლა მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ. მან ნამდვილად არ იცოდა თუ ის როგორი იყო, რადგან შეყვარებული იყო და ეშინოდა მისი დაკარგვისა, ან და გულუბრყვილოდ თვლიდა, რომ მისი სიყვარული ყველაფერს შეცვლიდა და ის ბევრი ამის შეცვლას განახორციელებდა. მან დაივიწყა სიუჟეტი გონება მახვილი საცოლისა. რა არის საჭირო, რომ არ აღმოჩნდე ამ გადაწყობას შეცვლის ხაფანგში? პირველ რიგში უნდა გქონდეს მკაფიო მოთხოვნები პოტენციური საქმროს მიმართ. რას ელის ქალი კაცისაგან? რა თვისებების გამოვლენა არის საჭირო და რა არის მისთვის დაუშვებელი? მაწვილი ქალებისათვის ხშირად მხოლოდ ერთია მნიშვნელოვანი, რომ უყვარდეთ და თავადაც იყვნენ, ასე ვთქვათ, სიყვარულისაგანი კაცისათვის და ძალიან რთულია ფორმულირება მოახდინონ თავისი მოთხოვნებისა პარტნიორის მიმართ. რომ იყოს ძლიერი, კეთილი, უყვარდე, დიდი ხელფასი ჰქონდეს. ასეთი პასუხი საბოლოო ცვალებადი და საშიშია. ამიტომ იყო წესი, რომ მშობლებს შეერჩიათ ქმარი თავისი ქალიშვილისათვის, ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, საღი აზრი თითქოს იცავდა გამომხდელ გულუბრყვილ გოგონას შეცდომებისაგან. მაგრამ მშობლებიც პირველ რიგში ადამიანები არიან, რომლებიც თავისთავად შეიძლება რომ ცდებოდნენ ან ავლენდნენ ზღვარყოფით მხარეებს მათი თვისებებისას და გოგონას სხვა გზა არ რჩება, თუ არა ის, რომ
თავად მოიპოვოს გამოცდილება, განევითაროს ალღო, მოახდინოს თავისი რჩეულის მიმართ მოთხოვნილებების ფორმირება, ისე რომ არ დაკარგოს თავი ამ თავისი სიყვარულის გამო. მაგრამ ეს არც ისე მარტივი გამოცდაა შეყვარებული ქალისათვის. ინარჩუნებს რა სიყვარულს თავის გულში, ჩართავს ჩანსახ აზრს, იყენებს ეშმაკობასაც, დაკვირვებულობასაც და ახდენს მოდელირებას თავისი რჩეულისათვის სატესტო სიტუაციების გამოცდას ახორციელებს. ამასთან მას სჭირდება, რომ იყოს შინაგანად მზად იმისათვის, რომ მან შეიძლება თავი ვერც კი გაართვას ამ ამოცანას და მაშინ მისი გზნობები მოვა წინააღმდეგობაში მის გონებასთან, მის ცნობიერებასთან. არ არის საჭირო, რომ ვიფიქროთ, რომ მოხერხებული საცოლის სიუჟეტი შეყვარებული ქალისაგან მოითხოვს ეშმაკობისა და მანიპულაციის გამოვლენას პარტნიორთან მიმართებაში, რომ მას მოუწევს მისი სპეციალურად გამოცდა, რათა მომავალში ხაფანგში არ აღმოჩნდეს. ამ სიუჟეტში საკმარისი სიბრძნეა და მზრუნველობა ქალზე, რათა დავიცვათ იგი არაგულწრფელობისაგან შეყვარებულთან ურთიერთობაში. საწყის ეტაპზე მათი ურთიერთობისა შეყვარებულებს შორის შეიძლება გაჩნდეს სიტუაციები, რომლის წყალობითაც ქალს შეუძლია შეყვარებულს შეხედოს სხვადასხვა მხრიდან. მისგან მხოლოდ ერთი მოითხოვება იყოს ყურადღებიანი, გონივრულად დაამუშავოს მასთან მისული ინფორმაცია და არ აჩქარდეს. მოხერხებული საცოლის სიუჟეტში ჩადებულია ქალის დამცველი იდეა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოცდა, თუკი შეყვარებული ნამდვილად არის ის ერთადერთი, ის მოახერხებს და აუცილებლად იქნება ქორწილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეყვარებულ ქალს არ უნდა ეშინოდეს კაცის დაკარგვისა. თუკი სიტუაციის გამოცდის შედეგად მამაკაცი მიდის, მაშინ ის ადამიანი არ არის. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ქალისთვის, მნიშვნელოვანია მას ესმოდეს, რომ ასე გამოავლინეს თავი გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მას უფრთხილდებიან. დაკარგვის ხაფანგი არის მეორე ხაფანგი ამ უძველესი სიუჟეტისა. მასში რომ არ აღმოჩნდე, უნდა იცოდე, რომ პარტნიორს არჩევის სტადიაზე ერთადერთის დაკარგვა არ ხდება. შეიძლება უბრალოდ გათავისუფლდე ცრუ გმირისაგან. ბევრი გოგონა არ დაიჯერებს ამას, მაგრამ ეს იოლია რომ დაინახო. თუკი ყურადღებით წაიკითხავ ზღაპრებს და დააკვირდები ცხოვრებას. და მესამე ხაფანგი ამ სიუჟეტსა მდგომარეობს შეთამაშების საშიშროებაში. აი რომ გაერთო თავად არჩევანის პროცესით. თამაში რთული არ არის, როდესაც გულში სიყვარული არ აქვს. სწორედ ქალის სულში ჩასახლებული სიყვარული იცავს მას ამ ხაფანგისაგან. და შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი ზღაპრის გმირი ეხმარება თავის რჩეულს გამოცდის გავლაში, აძლევს გარკვეულ მინიშნებას, მაგრამ რა თქმა უნდა, დავალებებს ისინი არ ასრულებენ მამაკაცის ნაცვლად. თუკი ახალგაზრდა ქალმა იცის საკუთარი თავის მოსმენა, მას აქვს პარტნიორის კარგი, ასე ვთქვათ, სურათხატი, მან იცის, რომ მოუწევს ყველაზე ღირსეულის არჩევა იმ ბევრთაგან. სიუჟეტი მოხერხებული საცოლე მოხერხებულად გათამაშდება მის ცხოვრებაში. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ ირგვლივ მაშინვე ჩნდებიან ბევრი კაცები და უჩნდებათ არჩევანის პრობლემა. ასეთია ცხოვრების
კანონი. ასეთია ძველი სიუჟეტის კანონი, გონება, მახვილი, საცოლისა.